მაკვირდები ამ დღეებში სულ ესე ვთქვათ სხვადასხვა ადამიანების პიროვნებების გამონათქვამებს ამ დღეებში და რაღაცნაირად მინდა რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი აზრიც მოგახსენოთ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა სოციალურ ქსელში რომელიც იძახის რომ ძალიან მაგარი იყო ძალიან მაგრამ აი ამ მაგრამს მაინც ამატებენ ხოლმე ანუ ყველას აგვაქვს ჩვენი ცუდი თუ კარგი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ მხარეები მაგრამ მაინც არსებობს რომ ესე ვთქვათ უწმინდეს მიაწეპონის ამბავი რაც მართლა არავითარი მაგრამი არ ყოფილა მანდ რა და ყველა აბსოლუტურად ყველა დროში და ყველა სიტუაციაში აბსოლუტურად მართალ გადაწყვეტილებებს იღებდა და თუ ამ გადაწყვეტილებებს არ უჯერებდა კონკრეტულ ამა თუ იმ სიტუაციაში კონკრეტული ადამიანები ვინც მაშინ წარმართავდნენ ხო საქართველოს ბედს ეს უწმინდესის ბრალი ნამდვილად არ არის მაშინ იტყოდა ხოლმე რომ იყოს ნება შენი უფალო და ზუსტად მიყვებოდა ამ გზას რომელსაც უნდა გაყოლოდა ის რას მის ძალებს აღემატებოდა უფალს ანდობდა ხოლმე ამ ყველაფერს ესე იყო 9 აპრილსაც ესე იყო პუჩის დროსაც იმიტომ რომ ძალიან კარგად მახსოვს უწმინდესმა განცხადება გააკეთა ისეთი რომ პრინციპში იმის მერე ესეთი განცხადება არ გაკეთებულა რომ ვინც საკუთარ ძმაზე იარაღს აწევს და აიღებს ყველა ანათემას გადაეცემაო მაგრამ მაშინ ანათემა ყველას ფეხებზე ეკიდა თქვენ კარგად იცით რომ მაშინ ათეისტური გარემო იყო ჩვენთან ღმერთის ესე ვთქვათ უფალთან ეს სიახლოვე რომელიც მერე უკვე გააჩინა ჩვენში უწმინდესმა მაშინ არ არსებობდა და რა თქმა უნდა მაშინ ახლა ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ესე ვთქვათ ყველა თავისას უბერავდა ესე ვთქვათ და ასე არავითარი ბრალი არ არის უწმინდესის რომ იქ ზოგი აბრალებს რომ აი პუჩისტი და პუჩში მონაწილეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იქ მაინც არ ყოფილიყავით და არ გვენახა ყველაფერი როგორ იყო და რა იყო ზუსტად ეს ის შემთხვევა იყო როდესაც უწმინდეს არ დაუჯერეს და ეს უფალს მიანდო საქართველოს ბედი იმიტომ რომ არ შეიძლება არაფრის გაკეთება ეხლა მე მინდა ორი სკრინი განახოთ ერთი ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიხეილ სააკაშვილის და მეორე გიგი უგულავას სკრინები მინდა განახოთ რომლებიც ზუსტად ეს მარტო ეს ორი ადამიანი არიან უბრალოდ ეს ორი ამოვარჩე შეუცდომელი არავინ არის აი ესე იწყებს რა თუმცა მის მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები წარმოუდგენლად უფრო მნიშვნელოვანი და ყოვლის მომცველია მის შემდეგ ქართულ ეკლესიაში დიდი სიცარიელე რჩება ჯერჯერობით მინდა გითხრა რომ არავითარი დიდი სიცარიელე არ რჩება და ყველას მინდა ეს გითხრათ იმიტომ რომ სიცარიელე კი არა სისავსე და გადავსებული რჩება ყველაფერი მინდა გითხრათ რა იმიტომ რომ თითეული უწმინდესის სიტყვა თითეული უწმინდესის ქადაგება თითეული უწმინდესის რა ვიცი ყველაფერი აბსოლუტურად რაც კი მას უთქვია და ეპისტოლეების სახით გამოუწია ყველაფერი არის ანდერძი აი ამ ხალხისთვის რომელიც მდინარეებად მოედინება დღეს თბილისის ქუჩებში რომ პატივი მიაგოს თავის სულიერ მოძღვარს სულიერ მამას ასე რომ ეს ტყუილი შეფასებებია რომ სიცარიელე რჩება ქართულ ეკლესიაში ეს თქვენ გინდათ რომ დარჩეს სიცარიელე ქართულ ეკლესიაში მაგრამ უწმინდესა იმ ხელა რამე დატოვა არ არსებობს რომ ესე ვთქვათ დარჩეს სიცარიელე იმაში რა ქვია ქართულ ეკლესიაში და ამაში ყველანი ძალიან ღრმად დავრწმუნდებით რაც უფრო დრო გავა და რაც უფრო ესე ვთქვათ შორს წავა ესე ვთქვათ ეს დღე საქართველოსთან და მით უფრო მოგვიახლოვდება უწმინდესის ნაკეთების საქმეები და ჩვენ ამას ყველანი ძალიან კარგად ნახავთ იმიტომ რომ
ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი, ის იყო ვის შევადარო არც გრიგოლ ხანძთელი იყო 21 საუკუნის პრინციპში ყველაზე უფრო ვისაც შეიძლება რომ ეს შევადარო ალბათ ეს არის და თქვენ იცით რომ გრიგოლ ხანძთელს ყავდა თავისი მოწაფეები, ხო? და ეს მოწაფეები არიან მთელი ის 39 კაცი სინოდში, რომელიც დღეს სინოდს ხელმძღვანელობენ. და ის მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის მოწაფეები ერთსულოვნად გააგრძელებენ ამ ყველაფერს, მის დაბარებას. იმიტომ რომ ერთსულოვნება იყო მისი საყვარელი სიტყვა. ასე დაარქვა მან თავის ტელევიზიასაც ერთსულოვნება და დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას, მისი სინოდის თითოეულ წევრს, 39-ვე წევრს, იმიტომ რომ ისინი პატრიარქის გამორჩეული მოწაფეები არიან და უფლება არ მაქვს რომ მათ პატივი არ ვცე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს არ ვიცნობ სინოდიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთსულოვნება ამ ორ თვეში, რომელიც ეს ორი თვე რაღაცნაირად ახალი სინოდის კრებამდე უნდა ესე ვთქვათ, ახალი სინოდის კრებამდე თქვენ იცით რომ ორი თვე არის დარჩენილი და მე მგონია რომ ზუსტად აქ გამოჩნდება ყველაფერი, მოკლედ ვინ არის და დიდი მოწიწებით და პატივისცემით მინდა წინასწარ მადლობაც კი გადაუხადო, რა თქმა უნდა, სინოდის წევრებს და არ მგონია თუ ვინმე უწმინდესის დანაბარების წინააღმდეგი წავიდეს, თუნდაც იმ ანდერძის რომელიც ესე ვთქვათ უწმინდესმა დაიბარა.